და ჩემი სამამაც ჩემიც იმყოფება ემიგრაციაში. სანამ უვიზო რეჟიმი დაიწყებოდა საქართველოში, 5 წლის მანძილზე მე დედაჩემი ნანახი არ მყავდა და ასევე მამაც, რომელიც უფრო დიდი ხანი 7 წელი არ მყავდა ნანახი. დამაკავეს 12 დღით ადმინისტრაციული წესით იმის გამო, რომ მიყვირა ძირს რუსეთის დამპალი იმპერია. სანამ დამაკავებდნენ, უკვე გაფრთხილებული მყავდა, რომ მაკავებენ 12 დღით, მაგრამ არ ჩამოხვიდა და საქმე არ გაიფუჭერა რამე სამსახურის თვალსაზრისით. მაგრამ მაინც გამახარა და მithumetes 12 დღის მერე, როდესაც სრულ იზოლაციაში ხარ, ყველაზე მეტად ის გინდა, რომ დედა ნახო და დედას გაესაუბრო. და უბრალოდ ჩაეხუტა მას. ამიტომ სიტყვები უკან წავიღე, რაც უთხარი აქამდე და უდიდესი სიხარული იყო, ყველაზე მეტად დედის ნახვა, რომელსაც არ მოელოდი. და უვიზო რეჟიმი მართლა რომ არ ყოფილიყო და დედა მე იმ დღეს არ მენახა, უდიდესი ტკივილი ექნებოდა ჩემთვის. ვერ გადმოვცემ სიტყვებით რა გავიარე რა არის დედისთვის ემიგრაციაში, რომელიც დედაც იმყოფება და თავის შვილის ამბავს გეგმავს სოციალური ქსელით ამ ემოცია არ შემიძლია გადმოვცე, რაც მე იმ დღეს გავიარე და იმ წუთებში. რა თქმა უნდა ძალიან რთული, ძალიან ურთულესი და ეს 12 დღე ჩემთვის იყო 112 დღე. ისე გაიწელა რომ ანამ ჩემი შვილის მას გავიგებდი და გავინახავდი.